აბსოლუტური ოცნება მიმართავს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია საუბრობენ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიებზე და აცხადებენ, რომ გათავისუფლების ფორმები თუ მასშტაბები დაუსაბუთებელია. შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს საჩვენებელ სადამსჯელო ღონისძიებებია და სხვა არაფერი. მუქარა, რომელიც თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან პროტესტის დაწყების პირველივე დღეებში დაანონსდა, ეტაპობრივად სისრულეში მოდის და ეხება ყველას, ვინც საჯაროდ აფიქსირებს თავის აზრს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ამ თემით შემოგვიერთდა ჩვენი ჟურნალისტი თაკო ნოზაძე, რომელიც თავის დღევანდელ სტუმრებს თავადვე წარადგენს. მოგესალმებით. 3 დეკემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სათანადო რეაგირებით დაემუქრა იმ საჯარო მოხალეებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე საპროტესტო განცხადებას მოაწერეს ხელი. ანალოგიურად თბილისის მერმა კახაკალაძემ მერის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პეტიციას სახელმწიფო გადატრიალების და უწყებების ჩამოშლის მცდელობა უწოდა და დაიმუქრა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მუქარა რამდენიმე დღეში იქნა რეალიზებული და ქართულმა ოცნებამ 13 დეკემბერს 5 დღიანი განხილვის შედეგად დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც პროფესიონალიზმზე და ნეიტრალიტეტის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახური პარტიული მორჩილების ინსტრუმენტად აქცია. გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად, როგორც წესი, მითითებული არის ხელშეკრულების ვადის გასვლა, რეორგანიზაცია ან საჯარო მოხელის შეფასების სისტემა, ფაქტობრივად კი სამსახურიდან დაითხოვეს ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვა. მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, საჯაროდ მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. რეპრესიები შეეხო ბევრ დაწესებულებას და მათ შორის შეეხო პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებსაც, რომლებსაც განუცხადეს, რომ ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მას შემდეგ მოხდა ეს, რაც თავისი პროევროპული პოზიცია ცენტრის 5 თანამშრომელმა ღიად დააფიქსირა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადება, რომლის თანახმადაც პარლამენტში იგეგმება მასიური რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში პარლამენტის ეგრეთ წოდებული ავტონომიური ერთეულების, ამ შემთხვევაში კი სიპის საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ნაცვლად, მისი პარლამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სახით დაბრუნება, რათა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ცხოვრების ხარისხი. 21 იანვარს ჩატარდა თათბირით, სადაც სწორედ ეს 5 თანამშრომელი გააკრიტიკა ცენტრის დირექტორმა ფაქტობრივად ბრალი დასძო კოლეგებისთვის შემოსავლის წყაროს დაკარგვაში. დეტალებზე სასაუბრო ჩვენთან არიან პარლამენტის ცენტრის თანამშრომლები ნინი ლეჟავა და მარიამ ჩაჩუა, რომლებთანაც უფრო დეტალურად გავივლით აი ამ თათბირისთან ბოლო ცვლილებები არ ვიცი რა სიახლეებს, რომლებიც განხორციელდა თქვენს დაწესებულებაში. მოდ დავწყოთ ალბათ იმითი, რა საქმიანობდა ცენტრი და რატომ არის მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი და თან ის რომ იყოს დამოუკიდებელი ერთეული და არა ის რომ როგორც ვიცი 5 წლის წინ გამოიყო პარლამენტს და ახლა ისე რაღაცა უკან ბრუნდება ეს პროცესი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. პარლამენტის კვლევითი ცენტრი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 5 წლის წინ იყო უშუალოდ პარლამენტის სტრუქტურის ნაწილი, დეპარტამენტი იყო. შემდგომ განიხილეს მისი ეფექტიანობის საკითხი და გადაწყდა, რომ გაცილებით უფრო ხარისხიანი პროდუქტი დაიდებოდა, თუ პარლამენტის კვლევითი ცენტრი იქნებოდა სიპი. ვინაიდან სიპის სტატუსი პარლამენტის კვლევით ცენტრს აძლევს გარკვეულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავაც პარლამენტის სიპი არის, პოლიტიკის შემუშავება იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ობიექტური, გაწონასწორებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდება შეძლებდა სიპი. ამიტომ გადაწყდა მისი გატანა პარლამენტის სტრუქტურის გარეთ, ასე რომ ვთქვათ, და ჩამოყალიბება. ამ ჩამოყალიბების პროცესში ბუნებრივია 5 წლის განმავლობაში ჩაიდო რესურსი, ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების ბიუჯეტიდან, მაგრამ დღეს დავდექით ისევ იმ ფაქტის წინაშე, რომ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ქარდავა გვიცხადებს, რომ ჩვენი 5 ადამიანის საჯარო აქტიურობის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ დავჭით საქართველოს კონსტიტუციის ერთგული, საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგული, სახელმწიფოს ერთგული და არა რომელიმე პარტიის მსახურნი, ამისთვის მთლიანად ცენტრის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს და
სხვა ჩვენი თანამშრომლებიც რომ დარჩებიან უშემოსავლოდ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს შევიტყვეთ ჩვენ უშუალოდ ჩვენი ხელმძღვანელისგან. ოფიციალურად თქვათ მიზეზი რა გითხრეს ასე პირდაპირ არ გეტყოდნენ რომ თქვათ მიზეზი არის თქვენი საჯარო აქტიურობა? ოფიციალურად ჩვენ არანაირი წერილი არ მოგვსვლია. დაინიშნა 21 იანვარს სასწრაფო შეკრება, სადაც განხილული იქნა ჩვენი აქტიურობა საჯარო სივრცეში, რომელსაც არ ჰქონდა ნამდვილად კოლეგიალური ფორმა და საბოლოოდ ამ შეხვედრის ბოლო, ასე ვთქვათ, აკორდი იყო ის, რომ გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ვეწეოდით თვითგანადგურებას და მივახციეთ იმას, რომ ჩვენი აქტიურობის გამო მიღებულია გადაწყვეტილება მოხდეს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 31 დეკემბრიდან გავხდით მონსტრენი, რომ მასიურად მოხდა საჯარო სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნა. და მიზეზები იყო სხვადასხვა, არავინ არ აღიარებდა პირდაპირ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეორგანიზაცია ხან შემთხვევაში პირდაპირ თანამშრომლობის თანდასწრებით იქნა გამოცხადებული, რომ მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მოხდეს ის, რომ ჩვენ ვიაქტიურებთ ჩვენს უკავშირებთ ამას, ეს თანამშრომლების თვალწინ ხომ არ იყო იმის თემაც, რომ სხვები გააფრთხილონ, რომ აი ვინც თქვათ ამ ნაბიჯებს გადადგამს, ვინც იქნება ამ მიმართულებით აქტიური, ასე დამთავრდება, ანუ უფრო შიგნით შიდა სამზარეულოდან გამოტანილი ეს ამბავი მოლოდინი ჰქონოდათ, რომ ეს ამ ინფორმაციას ჩვენ გავასაჯაროებდით, ალბათ უფრო შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობა იყო ეს ჩემი შეფასებით, პირადი შეფასებით, ვიდრე ის, რომ ჩვენ რაღაცა სხვა საჯარო მოსამსახურებისთვის ყოფილიყო სამაგალითო დასჯა. თუმცა ხო, პირველი ასე ვთქვათ, მტკიცებულება და ღია განცხადება არის, რომ კონკრეტული ინსტიტუცია უქმდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუციაში დასაქმებული ადამიანები არ ატარებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით, ისინი იცავენ სახელმწიფო ინტერესებს და რომელი ასე რომ ვთქვათ, ჩვენი განცხადების რომელი პუნქტი იყო ასე გავრცელდა ესე ვთქვათ, პასუხებიც მივიღეთ, რომ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ვაკეთებთ და რომელი პუნქტი არის ანტისახელმწიფოებრივი, კონკრეტულად კონსტიტუციის დაცვა ანტისახელმწიფოებრივი არის ეს მე ეს მგონია. მთული გარემო შექმნა შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს. მომავალში რომ გააგრძელოთ ერთად მუშაობა კოლეგებმა 20 ადამიანი ხართ დასაქმებული, აი რამდენად შესაძლებელი იყოს ჯანსაღი გარემო, რაც აუცილებელი არის იმისთვის, რომ მithumetes მნიშვნელოვან საქმეს მე ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ პარლამენტის კვლევით ცენტრში დასაქმებული ადამიანები არიან საკმაოდ ჯანსაღი აზროვნების ადამიანები და ნამდვილად არ მგონია, რომ ეს პირდაპირ განცხადება მიიღოთ ისე როგორც დაუშვათ ჩაფიქრებული იყო შესაბამისად მე მაქვს განცდა რომ ძალიან კარგად ხვდებიან ეს ადამიანები თუ რას ემსახურებოდა რა იყო რეალური მიზანი ამ შეკრების. ნინო მანამდე არ ვიცი თუ ეს საპროტესტო პროტესტი ქვეყანაში დიდი ხანია რაც დაწყებულია ხო არ ვიცი იყო მოწოდება რომ არ იყოს თქვა სოციალურ ქსელში აქტივობა ან არ იყოს მონაწილეობა რა ხდება საჯარო სამსახურებში ამ მიმართულებით თქვა როგორი მოწოდებები ისმის იმის მიმართ რაც ხდება ქუჩაში. ზოგადად სამწუხაროდ ბევრჯერ აღნიშნეთ ეს ფაქტად, მაგრამ ასეა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მანკიერი პრაქტიკა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები არა მათი დამსახურების და პროფესიონალიზმის გამო არიან იქ და ემსახურებიან სახელმწიფოს, არამედ ისინი წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დანამატს და ადმინისტრაციულ რესურსს, რაც არის ძალიან მცდარი წარმოდგენა. ამ პროცესში თუ შეიძლება რაიმე პოზიტივი დავინახოთ, ერთადერთი არის ის, რომ მოხდა იდენტიფიცირება ძალიან დიდი გამოწვევის, რომ თავად საჯარო მოსამსახურეებსაც კი აქვთ თვითცენზურა ჩართული ამ ყველაფრიდან გამომდინარე და საჯარო სექტორში დაკარგულია აღქმა ისევე როგორც საზოგადოებაში რეალურად რას ემსახურება საჯარო სამსახური და საჯარო მოსამსახურე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვეცდებით რომ
ვიმუშაოთ ამ თემაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, იმიტომ რომ ჩვენი კოლეგებისგან რეგიონებში გვესმის ისეთი ისტორიები, რომლებიც კანონის ფარგლებს ცდება. შესაბამისად, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მათი უფლებები, საჯარო მოსამსახურეებმა და მათმა ხელმძღვანელებმაც უნდა იცოდნენ მათი უფლებები, სად გადის ზღვარი და რას ნიშნავს ემსახურო სახელმწიფოს და რას ნიშნავს გინდოდეს იყო კონკრეტული პარტიის სამსახურში. ეს ძალიან გავითვალისწინეთ მომკაბინერების განცხადებას, სადაც თქვა, რომ წარმოუდგენელია მუშაობდა საჯარო სექტორში და თან ებრძოდეს მას გონია, რომ თუ საჯარო სამსახურში ხარ დასაქმებული, აუცილებლად მომკაბინერების აზრს უნდა იზიარებდე და ეს გონია ჯანსაღი. დიახ, ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი მოსაზრება. პირველი საჯარო მოსამსახურეები ისევე როგორც ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან, ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტი დგება ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქეების გადასახადებისგან. ჩვენც და ისინიც ვალდებულები ვართ, პასუხისმგებლები ვართ მხოლოდ მოქალაქეების საზოგადოების წინაშე. მეორე, ბატონი მამუკა მდინარაძე ამ შემთხვევაში პარლამენტის კვლევით ცენტრთან მიმართებაში არანაირ კავშირში არ არის ამ კონკრეტული ინსტიტუტის ორგანიზაციულ მართვასთან. მის მიერ გაკეთებული განცხადება არის როგორც კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი არის პოლიტიზირებული. სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხებს უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირებისგან, პირველ რიგში ჩვენი უფროსისგან, რომელიც არის პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ქარდავა, შემდგომ პარლამენტს ყავს სამეთვალყურეო საბჭო და ამ საბჭოს ყავს წევრები და თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის სახით. აი ეს ადამიანები შეიძლება საუბრობდნენ ჩვენს ლიკვიდაციაზე, რეორგანიზაციაზე და ასე შემდეგ, მხოლოდ კანონის ფარგლებში და იმ პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია კანონში. სხვა დანარჩენი არის პოლიტიკური საუბრები და ასე შემდეგ, რაშიც ჩვენ აი ამ საკადრო წმენდისგან ხარ ასანაც ჩვენ გვაქვს საქმე, როდესაც ფაქტობრივად იცლება პროფესიონალი კადრებისგან კონკრეტული სფეროები. რა ზიანი შეიძლება ზოგადად მიადგეს საჯარო სექტორს და ვთქვათ, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს თუ არა ეს რისკები გაანალიზებული. ვინ სუსტდება ამით? ალბათ სახელმწიფო, ხო, პირველ რიგში. ჯამში მთლიანად საზოგადოება და ქვეყანა სუსტდება გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე საჯარო სამსახური არის ძალიან სენსიტიური სექტორი, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ ბიუროკრატიული წნეხი ეკონომიკისთვის, პირიქით ჩვენ უნდა ვაწვდიდეთ ისეთ სერვისებს და ვქნიდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც კომერციულ სექტორში ვერ შეიქმნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩავერიოთ. შესაბამისად, თუ ეს პროდუქტი ვერ იქნება მიწოდებული და შექმნილი ეფექტიანად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ბიუროკრატიული წნეხი. და შესაბამისად დააწვება ეკონომიკას და დააწვება ისევ გადასახადის გადამხდელებს. როგორ იქნება ეფექტიანი პროდუქტი, იგივე პრინციპი არის, როგორც კერძო სექტორში. ადამიანები ქმნიან ამ ყველაფერს. ადამიანები, ტექნოლოგიები, სისტემები, მაგრამ ტექნოლოგიების და სისტემების უკანაც ადამიანები დგანან. და თუ ადამიანებს არ ექნებათ სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია, თუ არ ექნებათ განვითარების შესაძლებლობა, თუ არ ექნებათ мотиваცია, რომ ჩადონ თავისი რესურსი სრულად ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეფექტიანობა დაიკარგება და ამის შემდგომ უკვე თავისთავად ცხადია, რომ საჭირო გახდება თუნდაც დამატებითი ბიუროკრატიული წნეხის დამატება, რაც გაზრდის უკვე დაფინანსებას აი ამ სექტორის და ეს დაფინანსება უნდა გადაიხადოს ისევ ვინ გადასახადის გადამხდელებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა და ასევე ბიზნეს სექტორმა, რომელიც საკმაოდ დიდი ოდენობის გადასახადს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში. ნამდვილად ასე. თქვენ ახსენეთ, რომ აი ამ პროცესებმა გარკვეული რა სისტემები არსებობს და რა პრობლემები არსებობს ამ საჯარო სექტორში საჯარო მოხელეების მიმართულებით დაგვანახა და ვთქვით, რომ მათთან მუშაობა არის საჭირო, რასაც თქვენც გაკეთებთ და მინდა გითხოთ პროფესიული კავშირის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე თქვენ გიკავშირდებათ და რა როლს შეასრულებს ეს პროფესიული კავშირი და როგორ იქნება თქვენი განგრძობითად ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ალბათ არავის აქვს მისი ამბიცია, არ ვიცი, იმედი ყოველ შემთხვევაში, რომ აი რაღაცა ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნდება, მაგალითად ხვალვე და ამას რაღაცა ძალისხმევა არ დასჭირდება თითოეული ჩვენგანის მხრიდან.
მოდით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცოტა წარსულში დაუბრუნდები 2014 წელს. როდესაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროკავშირთან, რაც იყო სახალხო ზეიმის მიზეზი ჩვენთვის. იმიტომ რომ ამან დაგვაახლოვა ევროკავშირთან, მაგრამ რეალურად რას ნიშნავდა ეს პროცესი თუნდაც საჯარო სამსახურთან მიმართებაში? ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ გვებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ გვებრძოლა და განგვევითარებინა ეგრეთ წოდებული კარგი მართლობა, რაც გამორიცხავს იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ სისუსტეების იდენტიფიცირებაზე ამ პროცესში, ესეც ერთ-ერთი ნიშანი არის თუნდაც ევროკავშირთან მიმართებაში, თუ როგორ გვაშორებს ეს პროცესები ჩვენ ბრიუსელთან. რაც შეეხება პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირის დაფუძნება ფორმალურად ჯერ კიდევ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ სისტემა ამ ორგანიზაციას ებრძვის. ჯერ დაუფუძნებელ ორგანიზაციას. კი ბატონო, პროფესიულ კავშირს ყავს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები, მათი საქმის მცოდნეები, იურისტები. ალბათ მე დეტალებს უფრო ისინი გეტყვიან ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პროფესიული კავშირი ჩვენ რა პარტნიორობაც გვაქვს მათთან და თანამშრომლობა, ვიცით რომ უკვე თითქმის 100-მდე ადამიანს ეხმარებიან, უწევენ იურიდიულ დახმარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ძალიან საჭირო ამ პროცესში, რადგან საქართველოს იმსახურებს მსგავსი ტიპის ნეიტრალურ ორგანიზაციას, რომელიც კეთილსინდისიერად დაიცავს იმ საჯარო მოსამსახურეების უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა ნიშნით შეავიწროვეს, რომელთაც დევნია ან დაუმსახურებლად დააკარგვინეს სამსახური. აი რა სოციალური გარანტიები შეიძლება არსებობდეს აი ამ რეალობაში, როცა სამსახურს კარგავს ადამიანი, ამ რეალობას გულისხმობ და არა იმას, რაც ძალიან ხშირად მიფიქრია მე ეს არა მარტო უშუალოდ ჩემი კვლევით ცენტრში საქმიანობის პერიოდში, არამედ იქამდეც, იმიტომ რომ საჯარო სექტორში ყოველთვის არსებობს ეგრეთ წოდებული კადრების დაბერების პრობლემა და სამწუხაროდ ძალიან რთულია ამ კადრებისთვის სისტემის დატოვება, იმიტომ რომ როდესაც ისინი ტოვებენ სისტემას, ისინი რჩებიან ერთადერთი სოციალური გარანტიის, რაც გვაქვს ქვეყანაში, ეს არის საპენსიო დახმარება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ არ გვაქვს არანაირი გარანტია, იმიტომ რომ დღეს 35 ლარით გაზრდილი პენსია დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში და დღევანდელ ფასებთან მიმართებაში არ გაძლევს ღირსეული ცხოვრების გარანტიას. არანაკლები პრობლემა აქვს თუნდაც ახალგაზრდა კადრებს, დაუშვათ თუნდაც მე რომ დამჭირდეს ასე რომ ვთქვათ და მომიწევს მაგრამ სისტემის დატოვება, მეს ძალიან დიდი პერიოდი დამჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიც ახლოს არის უკვე, ეს ბილად რო ვთქვათ, იმისთვის, რომ მე ღირსეული და სამსახური ვიპოვო. ამისთვის ჩვენ არანაირი, ასე რო ვთქვათ, სოციალური გარანტიები არ გვაქვს და სწორედ აი ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი სწორედ ამასაც მოიცავს, იმიტომ რომ სამუშაოდან სამუშაოზე გადასვლის პროცესი იმისთვის, რომ იყოს ეფექტური, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანმა პროფესიულად განვითარდეს და ახალი შეიცინოს, ჩვენ აი ეს პროცესი დახვეწილი და მომზადებული არ გვაქვს. ამიტომ ხო, სამწუხაროდ ეს გარანტიები არ არსებობს და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ასეთი გარანტიების შექმნაზე, ჩვენ ვცილდებით იმ ერთადერთ პარტნიორს, რომელსაც შექმნილი აქვს ეს ძალიან კარგი მოდელი, რომლის გადმოღებაც შეგვიძლია და ველოსიპედის გამოგონება არ მოგვიწევს და მივდივართ საით გაურკვეველი და ბუნდოვანია. აი სამწუხაროდ ეს. მარიამ, ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი ამ მომავლით, რაც აირჩია რეჟიმმა სადამდემივად თუნდაც საჯარო სამსახურები, იმიტომ რომ არსებობს უამრავი რამ, რაც გაჩერებულია პირდაპირ, იმიტომ რომ აღარ არსებობს დონაცია ევროპიდან, ხო, შესაბამისად ადამიანები უბრალოდ აღარ ხვდებიან რა აკეთონ, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ ხდება, აღარ არის შესაძლებლობა იმის, რომ მათ გააგრძელონ იმის კეთება, რაც წლების მანძილზე აკეთებდნენ და რაც ქვეყნის განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. დღეს სად ვართ და სად მივალთ რამდენიმე წელიწადში ამ პირობებში? მე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს აი იმ სიკეთის, რაც ევროპული და დასავლური დონაციების ფარგლებში განხორციელდა საჯარო სექტორისთვის. თუნდაც იქიდან, რომ მე 6 წლის განმავლობაში ვიყავი კონსულტანტი და უშუალოდ როგორც კონსულტანტი ვიყავი ჩართული
ჩართული საჯარო ინსტიტუტების განვითარების პროცესში. ეს იქნებოდა შიდა ორგანიზაციული სისტემების გამართვა თუ უშუალოდ პოლიტიკისა და რეფორმების შეფასება, რეგულირების გავლენის შეფასება და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვხედავდი ყოველ წელს თუ როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა ეს პროცესი და ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი იყო დონორების დახმარება, იმიტომ რომ ფიზიკურად რესურსულად სახელმწიფო ბიუჯეტი რაც იყო გამოყოფილი ამ სამსახურების დაფინანსებაზე, ვერ გასწვდებოდა ამ სიკეთეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ამ პროცესიდან გამომდინარე უკვე დონორებს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვთ გარკვეული პროგრამები და ეს სიკეთე ნელ-ნელა ქრება. არაფერს არ ვიტყვი იმ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და იმ ტრენინგებზე თუ მოკლევადიან და გრძელვადიან კურსებზე, რომლის შესაძლებლობასაც გვთავაზობდნენ დონორული პროგრამები და რომელიც რა თქმა უნდა უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი. თუ ამას დავუმატებთ მოახლოებულ ეკონომიკურ კრიზისს და შესაბამისად ბიზნეს აქტივობის შეჩერებას, რა თქმა უნდა ეს ავტომატურად იმოქმედებს გადასახადებზე, რომელიც ბიზნესს და მოქალაქეებს შეაქვთ სახელმწიფო ბიუჯეტში. მაშინ რა მოგვიწევს ან სესხის აღება, რაც ქვეყნის საფინანსო რისკებიდან გამომდინარე ძვირი ყველაზე ცუდ შემთხვევაში გაგვიძურდება და შესაბამისად ის რესურსი რომ პროფესიულად განვითარდეს მოხელე არ დარჩება, აღარ იქნება პრიორიტეტული. საბოლოო ჯამში ალბათ დავბრუნდებით ნელ-ნელა უკვე სიჩქარის დავბრუნდებით ამას პროცესი გვაჩვენებს უკან წარსულში, როდესაც საჯარო სამსახური იყო ბიუროკრატიული წნეხი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკისთვის. და ამას დამატებული ისიც რომ ნდობა სახელმწიფო სამსახურების მიმართ ამ პროცესში კი, აი ეს ძალიან კარგია რომ ეს ახსენეთ რეალურად ანუ საჯარო სექტორის პროდუქტი, ანუ ხო ვთქვით, კერძო სექტორისგან განსხვავებით ჩვენ მოგებას არ ვიღებთ, მაგრამ ჩვენი მოგება არის ზუსტად გაზრდილი ნდობა, საზოგადოების გაზრდილი ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ. და ეს ნდობა მომდინარეობს შედეგებიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი ხარისხის არის ჩვენ მიერ შექმნილი სერვისი თუ პროდუქტი, აი ამ შემთხვევაში რაც უფრო მაღალი ხარისხის არის და სანდო და ობიექტური ჩვენ კონკრეტულად კვლევითი ცენტრის კვლევები, რაც უფრო ღია და გამჭვირვალეა ორგანიზაცია, მით უფრო იზრდება ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა. და შესაბამისად, რაც უფრო ეფექტური იქნებოდა ჩვენი პროდუქტი და რაც უფრო სანდო და ხარისხიანი კვლევები მომზადდებოდა კვლევითი ცენტრის მიმართ, მით უფრო ეფექტური იქნებოდა ის გადაწყვეტილებები, რასაც პარლამენტის წევრები მიიღებდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა თუ პოლიტიკის ფორმირების პროცესში. თუმცა, როდესაც კვლევითი ცენტრი გაუქმდება, იმიტომ რომ მე ვიძახი ძალიან კაფედ გაუქმდება, რადგან ჩვენთვის ახლა ყველაზე ლეგიტიმური პირი ამ შემთხვევაში არის დირექტორი და დირექტორისგან მიღებული ინფორმაციით ვიცით, რომ ლიკვიდაცია იგეგმება, ეს რესურსი გაქრება, უბრალოდ აღარ იქნება. როგორ მოხდება გადაწყვეტილების მიღება უკვე არ ვიცი. ნინო კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება არის ახალ თეატრთან და მათ მანიფესტთან დაკავშირებით ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას. კალაძემაც რაღაცა მსგავსი განცხადება გააკეთა ზუსტად. ამ განცხადებებით რამდენად კარგად ჩანს, რომ მათ ეშინიათ იმ ადამიანების, ხელოვანი ადამიანების, იგივე საჯარო მოხელეების მიმართ მათი ასეთი რაღაცა რეპრესიული მექანიზმები რაზე მიუთითებს? რა ძალაა საჯარო მოხელეები დღეს? აქვე დავამატებდი, რომ გაფიცვის მაგალითი ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი გასულ კვირას და აი რატო ეშინია სისტემას? რამდენად მნიშვნელოვანია იმ მსგავსი ღონისძიებების გატარება უფრო ხშირი რაოდენობით ალბათ იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული შედეგებამდე უფრო სწრაფად მივიდეთ, იმიტომ რომ ადამიანები უკვე კვირების განმავლობაშია 2 თვეზე მეტი არის გარეთ დგანე. პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს და თავის საქმის პროფესიონალს, რომლებიც ახლა დაუმსახურებლად ვერ არიან მათ სამუშაო ადგილებზე, ვერ ასრულებენ იმ ფუნქცია მოვალეობებს და პროფესიულ საქმიანობას, ვინაიდან ისინი სხედან ციხეში სრულიად დაუსაბუთებლად. მე მივესალმები იმას, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ნებისმიერი პროფესიული სფეროდან ცდილობს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესებში, ვინაიდან საზოგადოება იაზრებს, რომ ეს არის ეგზისტენციალური მომენტი საქართველოს ისტორიაში და ეს მომენტი მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან ჩართულობას. თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცნაირად გადავდეთ ჩვენი პირადი კომფორტის საკითხები გვერდით, თუნდაც პროფესიული საქმიანობა ახლა სხვა შემთხვევაში მე თქვენთან ალბათ სხვა სტატუსით ვიქნებოდი და თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ვისაუბრებდი, მაგრამ ამის დრო არ არის, ეს აღარ არის პრიორიტეტი.
შესაბამისად მიხარია, რომ ასეთი გამოფხიზლებული არის ჩვენი საზოგადოება და ყველა გრძნობს ამ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, სწორედ ეს ქმედება გაგვიყვანს ჩვენ ფონს. რაც შეეხება გაფიცვის საკითხს, ამაზე წინა ინტერვიუშიც ვახსენე, რომ ძალიან მგრძნობიარია ეს საკითხი, მე მესმის, რომ კარგია, კლავაც და კლავაც ამ გამოღვიძების პროცესში, რომ ასეთი ფორმითაც გამოიხატება პროტესტი, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ საჯარო სამსახურში გაფიცვის საკითხს, სამწუხაროდ კანონმდებლობა ტექნიკურ დონეზე არ იძლევა იმ მოქნილ მექანიზმს, რომლითაც შეიძლება საჯარო მოსამსახურემ ეფექტიანად იმოქმედოს და მივიდეს გაფიცვამდე კანონის მიერად. შესაბამისად, ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი, ვინაიდან საჯარო სამსახური არის ისედაც უკვე წნეხის ქვეშ და გაორმაგებული დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, იმ ყველა პროცედურის გავლა იმ ეტაპების, რასაც მივყავართ გაფიცვამდე, ძალიან გართულებული პროცესია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი რისკი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე. შეიძლება ასეც მოხდეს, ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილებები ადამიანებმა ან ჯგუფურად, მაგრამ ეს არის ამ ეტაპზე სრულიად ესეთი ინდივიდუალური გამოწვევა და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ კიდევ უფრო მეც რისკავ და უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აყენებ როგორც ჩვენს კეთილდღეობას, სტაბილურ შემოსავალს, ისე პროფესიულ საქმიანობას და მე მგონია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის პროფესიონალები, რომლებიც იაზრებენ, რომ ახლა მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის კვლევითი ცენტრის განზრახ, ნგრევა და წმენდა, როგორც გამოიყენეს ეს სიტყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირიქით უნდა მოვეჭიდოთ რაღაცნაირად ამ ინსტიტუტებს და არ მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ სრულ დესტრუქციამდე მიიყვანოს. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები და სწორედ ამას ემსახურება დღეს საჯარო მოსამსახურეების მიერ ხმის ამაღლება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი სივრცე, სადაც შეგვიძლია ვიყოთ რეალიზებულები მაქსიმალურად, შეგვიძლია სიკეთე მოუტანოთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას და შეგვიძლია განვავითაროთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს მიიყვანს ევროკავშირამდე, ნატომდე და ჩვენ გვექნება ისეთი მომავალი, რომლისკენაც ყველანი ვისწრაფვით. და აქ ეს როლი კიდევ უფრო გამოჩნდა, რომ როცა სახელმწიფო თვითონ ცდილობს რაღაცნაირად მიზანმიმართულად დაანგრიოს იმას, რასაც უკვე წლები აშენებენ კონკრეტული ადამიანები, რამდენად ეჭიდებიან ისინი და ცდილობენ აი ამ პროცესშიც კი, რომელსაც ვხედავთ ამ თვეების განმავლობაში, შეინარჩუნონ სახელმწიფო იმ დონეზე, რომ შეძლოს სახელმწიფო მერე ძალიან მარტივად ფეხზე დადგომა და გაგრძელოს ის გზა, რასაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, გვია დასავლური გზით სიარული. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. თქვენ ხმას ახლა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მადლობა ამ სიმამაცისთვის, მადლობა ყველაფერი იმისთვის, რასაც აკეთებთ. და მადლობა სტუმრობისთვის. იმედი დავიტოვოთ, რომ გაგრძელებთ ძალიან მალე ჩვეულ რეჟიმში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დაგემშვიდობებით და გადაცემის ბოლოს დავასრულებთ PSPS რუბრიკით რესპირატორული ინფექციების, ბრონხიტის, ალერგიის, ასთმისა თუ სასუნთქის სისტემების სხვა დაავადებების დროს ნებულაიზერი ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი